რომელ კანდიდატს აქვს შანსი გახდეს თბილისის მერი არჩევნებამდე 4 თვით ადრე კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა USAID-ის მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ გიგი უგულავას რეიტინგი მომდევნო კანდიდატზე 3-ჯერ მაღალია. თბილისელების 67% კი ქალაქის განვითარების პროცესს დადებითად აფასებს. მონაცემები ყველა პარტიას დაურიგდა, თუმცა ოპოზიცია საკუთარ რეიტინგზე საუბარს ერიდება. კვლევის შედეგზე დეტალური მონაცემები ქრონიკა მოიპოვა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ კიდევ ერთი გამოკითხვა დააფინანსა, რომელმაც პოლიტიკური რეიტინგები გამოავლინა. გელაპის მიერ გაანალიზებულ გამოკვლევას ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაუგზავნიან. შედეგები ანონიმურია და პარტიებს მხოლოდ საკუთარი რეიტინგები ეცოდინებათ. გამოკვლევის ეს შედეგები ქრონიკამ საკუთარი წყაროებით მოიპოვა. IRI-ის და გელაპის ახალი კვლევების მიხედვით გიგი უგულავას რეიტინგი 35%-ია და ირაკლი ალასანიას რეიტინგს თითქმის 3-ჯერ აღემატება. გიგი უგულავა 35%, ირაკლი ალასანია 13%, გუბას სანიკიძე 9%, გოგი თოფაძე 4%, პაატა ჯიბლაძე 2%, ლევან გაჩეჩილაძე სკობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს 3%. გამოკითხულთა 23%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას. მართლ პარტიაში ფიქრობენ, რომ გამოკითხვის შედეგებით მათ ჯერ კიდევ რჩებათ რესურსი, რომ მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდოს. ამ კვლევით ძალიან ნათლად ჩანს, რომ თბილისელები შედავენ იმ საქმეებს, რაც გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია. ჩვენთვის ეს კვლევა სწორედ იმისი ნიშანია, რომ ვიმუშაოთ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად არის ჩვენ ქვეყანაში. მე კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ კვლევა ჩვენთვის არის საშუალება უკეთესად გავეცნოთ პრობლემებს და ვიმუშაოთ პრობლემების მოგვარებაზე. გამოკითხულები იმ კრიტერიუმებზეც საუბრობენ, რომლებიც ქალაქის მერისთვის აუცილებელია. რესპონდენტების მიერ ჩამოთვლილი 20 პუნქტიანი კრიტერიუმები ასეთია: მოაზროვნე, პატიოსანი, ქალაქის მოყვარული, პროფესიონალი, პასუხისმგებელი, სინდისიერი, განათლებული, ყურადღებიანი, სამართლიანი, კომუნიკაბელური და ქველმოქმედი. თბილისელების 67% ბოლო 4 წლის მანძილზე ქალაქის განვითარებას დადებით შეფასებას აძლევს. თბილისის მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ სიტუაცია მიდის სწორი მიმართულებით. 67% კი ფიქრობს, რომ ბოლო 4 წელიწადში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ძალიან კარგს 8% უწოდებს. დედაქალაქის მთავარ პრობლემებად თბილისელების აზრით კვლავ რჩება უმუშევრობა, ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემები. გიგი უგულავას დამსახურებად კი თბილისელები ქალაქის კეთილმოწყობას, გზების, სტადიონების, სკვერების მშენებლობასა და განათებას ასახელებენ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არის იმ საქმისადმი, რაც გაკეთდა გასული წლების განმავლობაში თბილისში. იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერა დაფიქსირდება არჩევნებზეც და საბოლოო ჯამში ალბათ პოლიტიკოსებისათვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რომელიმე კვლევა. კითხვაზე, რომელი პარტია მოგიგვარებდათ პრობლემებს ყველაზე კარგად, 36% პასუხობს, რომ ნაციონალური მოძრაობა. გამოკითხულთა 34%-ს მიაჩნია, რომ ინვესტიციების მოზიდვას გიგი უგულავა შეძლებს ყველაზე უკეთ. რეიტინგების მონაცემები ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო, თუმცა ალასანიას ალიანსის წევრები კონფიდენციალური კვლევის შედეგებს არ ასახელებენ. მე ციფრებზე ვერაფერს გეტყვით, მე ციფრები შემიძლია მოვიყვანო ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევიდან, რომელიც ჩაატარა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა დაახლოებით 2-3 კვირის წინ და ჩვენი კვლევის მონაცემები დადასტურდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით დინამიკის თვალსაზრისით. ქრისტიან დემოკრატები კი, რომლებსაც ჯერ მერის საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებიათ, გამოკითხვის შედეგებს ენდობიან. პირველი მეორე არჩევანი თუ ქონდა წინა კვლევაში ნაკლები, ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა. პირველი მეორე არჩევანი ჯამში 15%-მდე გამოდის, აქედან პირველი არჩევანი არის 8%-მდე. ეს არის ძალიან ოპტიმისტური, იმიტომ რომ ერთი თვის წინ იყო შედარებით ნაკლები. მზარდი რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნოდ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, იმედი უნდა გქონდეს. კონსერვატორები კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და მხოლოდ პრაიმერს ენდობიან. ყველა პარტია უკეთავს სხვადასხვა სოციოლოგიურ ჯგუფებს და ხდება ისე, რომ ვინც უკეთავს ყოველთვის ის ლიდერობს სხვადასხვა გამოკითხვაში. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ და საერთაშორისო კომპანიების მიერ ჩატარებულ კვლევებში, რატომღაც ყოველთვის ლიდერობს სახელმწიფო პარტია. ამიტომაც ჩვენ თავად ამ ინსტიტუტების და კომპანიების მიმართ რაიმე პრეტენზიას არ ვაცხადებთ, მაგრამ კვლევის შედეგებს ბუნებრივია სხვისი ჩატარებული და სხვისი გადახდელი კვლევის შედეგებს ვერ ვენდობთ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი კი იმ მოტივით, რომ კვლევის შედეგები ჯერ არ უნახავს, კომენტარისგან თავს იკავებს.